მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს ეთერშია გადაცემა საზოგადოებრივი ხმა მე მისი წამყვანი თათია მაჩაიძე ვარ დღეს ჩემი სტუმარი არის ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა გვიმრაძე მოგესალმებით ბატონო ზაზა ეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სტუდიაში მეტად საჭიროებო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ეს არის დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში და არა მარტო ამ პრობლემა ზოგადად შევეხებით ბევრ თემას ბატონ ზაზასთან ერთად და ბატონო ზაზა ესეთი კითხვა მაქვს რომ გამოკითხვით და ესე აღწერით ყოფილ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში იყო 5 მილიონამდე ადამიანი ეხლანდელი ანუ საქსტატის მონაცემებით არის დაახლოებით 3 მილიონი აი რა მიზეზებით და რის გამო შეიძლებოდა შემცირებულიყო მოსახლეობის რაოდენობა ანუ რასთან არის ეს კავშირში უფრო მეტად ეს გაბონთათია ეს არის იმითი გამოწვეული რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სამუშაო ადგილები არ არის არც იქნება ახალი სამუშაო ადგილები აღარ არის მოუსპეს წინა ხელისუფლებებმა მთელი საწარმოები რაც იყო მოსპეს და გაანადგურეს მძიმე მრეწველობას მსუბუქი მრეწველობა საფეიქრო მრეწველობა ქვეყანა რაღაცას უშვებდა საქართველოს პროდუქციას ყველაფერი გაანადგურეს დაშალეს გაყიდეს მიყიდეს და ჩაიტანეს თურქეთში და კიდე რა ვიცი სადაც წაიღეს კაპი გაყიდეს მთელი ქვეყანა რა მოყოლებული შევარდნაძიდან დამთავრებული სააკაშვილამდე ამათ აღარაფერი დარჩათ ახლა გასაყიდი. იმიტომ რომ ხალხი გაედინება ძალიან. იმიტომ გაედინება რომ სიდუხჭირია, ეკონომიკური სიდუხჭირია და თან ის ხელფასი თუ მუშაობს, ვინმე არ ყოფნის. დიახ. არ ყოფნის ადამიანს ხელფასი. ოჯახი გამოკვებოს, კვებაში აქ გადასახადებია ბევრი როგორც კომუნალური ისე ყველანაირი გადასახადი რა, რომ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს. დასასვენებლად ხო უნდა წავიდეს კაცი რო შრომობს ის თვეში ერთხელ ერგებოდა კომუნისტების დროს იმ ავად სახსენებელს იძახიან ავად სახსენებელი კაი სახსენებელი იყო მთელი თუ რამე ახლა და მილიონები გახდნენ ვიღაცეები სულ ამ დატაცებული კომუნისტების დატოვებული ქონებით იყვნენ მაგათ მამა პაპას კი არ დაუტოვებია პირადად კომუნისტების აშენებული იყო აქ ყველაფერი და კომუნისტებმა გააკეთეს ხო ეს ანტირეკლამა ძალიან მიდის კომუნისტების პერიოდზე და იმ ხალხსაც თვლიან დამნაშავედ ვინც დაიბადა უბრალოდ კომუნისტების პერიოდში რა მაგათი ბრალია ანუ თვლიან რომ ჩამორჩენილები იყვნენ არაფერი ჩამორჩენილება არ იყო რა იმ პერიოდში როცა კომუნისტების დროს ავიღოთ ელემენტარული ქართული კინო რამხელა სიძლიერე ჰქონდა ქართულ კინოს თეატრები, კი, ხელოვნება, ყველაფერი, მეცნიერება, სწავლა-განათლება, უდიდეს დონეზე იყო, ისეთი პედაგოგები გვასწავლიდნენ, რომ რა ვიცი რა. აი რომ მოგიყვებოდა, აგიხსნიდა, გაკვეთილს, უკვე იცოდი რა. სახში ერთი წაკითხვა გინდოდა, რომ გესწავლა ის ანუ ის პრუსიულ-გერმანული სისტემა იყო ძალიან უძლიერესი სისტემა იყო. უძლიერესი სისტემა იყო საბჭოთა-კავშირში ეს სწავლა-განათლების სისტემა, ეს პრუსიულ-გერმანული იყო არაჩვეულებრივი. სხვათა შორის თვითონ გერმანიაშიც მოშალეს ნელ-ნელა. იმიტომ რომ სხვა ის შემოვიდა რა. მატერიალურ დასამყარო. ხო, ურთიერთსიყვარული გაქრა, პატივისცემა გაქრა, სიტყვის ფასი გაქრა. კაცი რომ რაღაცა სიტყოდა, ხო, ის კაცი იმას ასრულებდა. ოჯახში დედა იყო, ბებია იყო, ბაბუა იყო, უფროს უმცროსობა იყო, ერთმანეთის პატივისცემა იყო, ნათესაობის, ბიძაშვილობის, მამიდაშვილობის. ეს ყველაფერი ნელ-ნელა კლავენ ესენა, მეგობრობა იყო უდიდეს დონეზე აყვანილი. აბა ერთი ნახეთ სასკოლო ლიტერატურაში რამდენი საათია დათმობილი ვეფხვის ტყაოსანზე. და ჩვენ წირი რაოდენობა და ჩვენ მქონდა ყველაფერი. ცალკე გასწავლიდნენ მეგობრობას, იმ ვაჟკაცობას, ვეფხვის ტყაოსნის მიჯნურობას საგამოცდო თემები იყო ესენი ყველაფერი. ვაჟაბშაველა იყო შეტანილი. ვაჟაბშაველა შეტანილი იყო შვილის ნუკრის ნამოვი ილია ჭავჭავაძე, აკაკი, გალაკდე, დავით კლტიაშვილი, ვინ არის იყო შეტანილი, ტატო ბარათაშვილი, გრიგორ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე. დღეს რასასწავლიან, ეთი გადაშალონ. საქართველოს ისტორია ხო საქართველოს ისტორიას არ გავს. მე მაგ მე რო სწავლობ ის საქართველოს ისტორიის წიგნი
რომ ვიღებ ახლა ამ ახალგაზრდებს, ის საერთოდ არაფერი არ არის რა. აი რაღაცა ისია რა, აი ზერელედ. იქ იყო ჩადებული ყველაფერი, რომ კითხულობდი, სიამოვნებდა ქართულს, ესეთი წინაპრები ყავდა, ესე ომობდნენ, ესე ვაჟკაცურად ბრძოლობდნენ. იქ თევდორე მღვდელი იყო, იქ ლუარსაბ მეორე. შეიძლება როგორც მეფე სუსტი იყო, მაგრამ წავიდა ძმაო, თავი დადო თავის ქვეყნისთვის. დემეტრე თავდადებულმა დადო თავის ქვეყნისთვის თავი. ქეთევან წამებულმა დადო. ეს რამხელა რაღაცეები იყო, იცი? და ვიზდობოდით ამ ეროვნულ იმ კომუნისტების დროს, იმ ჩაკეტილსა მაინც ეროვნული სული მაინც ტრიალებდა ქართულ საზოგადოებაში. რა მოხდა იქ ვითომ ქართული ენის ის რომ უნდათ 78 წელს გამოვიდა, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა. ის ახალგაზრდა უნივერსიტეტი და მთელი ქალაქი და უფროსი და უმცროსი იმ სტუდენტებთან ერთად. იცი რატო გამოვიდნენ? იმიტომ რომ იმათ ასწავლიდნენ რომ ეს შენია. ამას მოფრთხილება უნდა შენ ენას. უძველესი ენა გვაქვს, 3 დამწერლობა გვაქვს. ხუთსური, მხედრული, ასომთავრული. ვისა ეგეთი ესეთი დამწერლობა, 3 დამწერლობა. ჩვენ რა გვაქვს სასწავლებელი ვინმესგან? ქართველმა კაცმა ღვინო როგორ უნდა დაწუროს, პური როგორ უნდა მოიყვანოს, ან ხილი როგორ უნდა მოიყვანოს. რა გვაქვს სასწავლებელი? დაშალეს, ამხელა დოვლათი გქონდა. ქართველი რაღაც გაიგივეს გოიმთან. გოიმთან კი არ არის. აი სააკაშვილის პერიოდში იყო. არა, იცი რა მოხდა? ისეთი ხალხი მოვიდა, სულდაბალე მოვიდა ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებაში. იმ ეროვნული ხელისუფლების გადაგდების შემდეგ სულდაბალე ხალხი მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც არ აინტერესებდათ. წავიდა ჩვენთან ველური კაპიტალიზმი, ეს საერთო სახალხო საკუთრება დაიწაწეს ერთეულებმა და მისმა კაპილარებმა, გვერდზე ვინც ყავდათ და აი ესე დაისაკუთრეს ეს ქონებები. გამდიდრდნენ, გაზულუქდნენ და ესე გიყურებეს ზემოდან. წაიღეს კრედიტები, გააკეთეს კოკა-კოლა ის, ლაღიძე მოსმეს. როგორი ლიმონადი მოსმეს, კოკა-კოლა არ შეედრება არაფერში ლაღიძეს. მოსპეს და მე ეს ჭყონია მიშოვა ფული და ბეჭდავს წიგნებს რაღაც გათახსირებულ წიგნებს რომ სკოლაში შეიტანონ მე ბავშვებთან. და იმ კრედიტები არც დაბრუნებულა. ის ქართველმა ხალხმა გაისტუმრა ის კრედიტები და ქართულმა სახელმწიფომ არა მაგათ. მე თუ მომცემ ახლა $15 მილიონ და თელი ბორჯომზე ექსკლუზივი მექნება მეც გავხდები მილიონერი. ჩემს გარდა რო არავის ექნება. თა რა ფასი აქვს ბორჯომს? წყალი რა აღის ერთი მაღაზიაში შევიდეთ საქართველოს წყალი როგორ ნაღიდეს ამხელა თანხა. საქართველოს ერთი ბოთლი წყალი. გინდა 9 ლიტრიანი, გინდალიტრიანი, გინდა 5-იანი და გინდა 10-იანი. რატო უნდა ღირდეს? როცა წყალი გვაქვს εν რაოდენობის ჩვენ. დიახ, მართალი ხეთ მაგაში. ქართულ კაცს ეგრე დაუწყეს აბანაკი, ომი არ შეუძლია, ბრძოლა არ შეუძლია, შრომა არ უყვარს, ზარმაცია ქართველი კაცი. აბა რა მოიტანა აქამდე? ხო, აი ეს საქართველოს ტენდენციაც მიდიოდა რომ ზარმაცია ქართული. ხო, არ შეუძლია ქართველს ეს გააკეთოს, არ შეუძლია რაღაც ახალი შექმნა. საქართველოს იცი როდის ვითარდებოდა და როდის ძლიერდებოდა? ხო იყო საუკუნეებში რაღაც ეტაპები, რომ სიმშვიდე იყო ქვეყანაში და ომი და თავდასხმები არ ჰქონდა. აი მაშინ იწყებდა ქართული განვითარებას. მაშინ არ ჰქონდა საზრუნავი ლუკმაპურზე, არ ჰქონდა იმაზე საზრუნავი ოჯახი როგორ გამოეკვება რაღაცები და ქართული კაცი უკვე მიდიოდა იმაზე ტაძრებს აშენებდა, იქ მეცნიერებაში, იქ ხელოვნებაში, იმაში ჩართულები ერთვებოდნენ ოჯახები. დღეს არაფერი და ურწმუნოების გარდა არაფერი არ ისმის ამ ქვეყანაში. ურწმუნოები გახდნენ ყველა რა. თავარია ფული გქონდეთ რა. სხვაზე არც იყურებიან გვერდზე, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. როგორ შეიძლება კაც გქონდეს 30-40 სახლის სად მიგაგ ვინ წაგაღებინებს მოიკიდებ ამას? ჯერ ხო რო ყიდულობა ნათესავი არ ყავდა ბიძაში, ვიღაცა არა ყავდა გაჭირებულები რომ დახმარებული ყავი. ავიცი ბატონო ზაზა, ეს იქნება თვითონ სამყაროც გამატერიალურდა და ჩვენც მოუყევით. შენ არ უნდა მოყვე. შენ განსხვავებული ხარ რა, ბევრი ერებისგან რა. იმათი სასწავლებელი არაფერი არ ჭირს. აქ რომ იყოს ხელისუფლებები რო ყოფილიყო ისეთი ღვთისმოშიში. დიახ. თავის ქვეყნის მოყვარულები ყოფილიყვენ, ადამიანი უყვარდეთ. რა თქვა ჩვენმა adz გარდაცვლილმა განსვენებულმა პატრიარქმა, როგორი სიტყვებია, ღმერთი, სამშობლო ადამიანი, ილია ჭავჭავაძეს ენა მამული სარწმუნება. აი, გიდებს რა.
გენეტიკაში მთლიანი ფორმულა. არ გადაუხვიო იქ არ წახვიდე რა. ჩვენი გზა არ არის რა. ქალბატონ თათია ბარაბას გზა. ჩვენი გზა არის ქრისტეს გზა, რომელმაც მოგვიყვანა 21 საუკუნემდე, აი აქამდე. ხო, მაგრამ ასეთ ხალხსაც ბნელებს ეძახდნენ ბატონო ზაზა, კარგად მახსოვს და სიბნელეთ აღიქმებოდა ეგეც და რა ვიცი. სიბნელეში თვითონ არიან, ვერც ხვდებიან. ეგ არის თელი უბედურება. ერთ წელზე მეტია მე მგონი რაც დგანან თავისუფლებაზე პარლამენტის შენობასთან და აპროტესტებენ ყველაფერს და ის ჯენზი თაობა დგას იქ, რომელიც პროგრესული გონიათ თავიანთი თავი და ყველაფერი ქართული სალანძღავი ქონდათ. არა, ყველაფერი ქართულს, როცა ქართულს საქმეს აკეთებ, ეგრევე რუსეთ თუ მე ხარ, ისა ხარ, ესა ხარ, ესა ხარ. აშუაშია რუსეთი კაც. აშუაშია რუსეთი. კი, დაპყრობილი აქვს შენი ტერიტორიები. ორი რეგიონი გამოგვაცალეს, გამოცლია ჩვენი ხელიდან. სამაჩაბლო და ისის ანექსირებულია. ყველაფერს თავის სახელი უნდა ვთქვა. ეს მოფერებითი, აქ შელამაზებული სიტყვებით არ უნდა ველაპარაკო. ხალხს რა სჭირდება უნდა გააკეთო ხალხისთვის. წაღებულია. აქ დამნაშავე. პირველ რიგში ვიძახი რომ ის რუსეთიც, რა რუსეთით მაშინ იყო ელცინის ზოდა, როცა მოხდა ამების მიტაცება. მაშინაც მიტაცებული ქონდა, აღიარებული არ ქონდა. რა მნიშვნელობა აღიარებ თუ არა მიტაცებულ ტერიტორიას. ვინმე გიღიარებს თუ არ გიღიარებს. აქ ერთი რამე ხდებოდა. იქაც იგივე მოხდა, რაც საქართველოში ერთი პერიოდი. იქაც შემოვიდა ეს უცხოური დამპყრობლები რუსეთში, ანადგურებდა რუსეთს. მაგრამ ეგრე გამოუშვათ რუსეთს პატრონი. კი ომობს ახლა, ნახევარი 50 სახელმწიფო ომება. და რატო არ დამთავრდა ომი? მთელი ევროკავშირი, ხო? მთელი ევროკავშირი იქ არის და კიდე სხვა ქვეყნებიც კიდე ახლა. იაპონია. ეს იმის ბრალიცხვა მე საქართველოს დაუბრუნდები ბატონო ზაზა. ეს იმის ბრალიცხვა არ არის, რომ აი 90-იანებში ძალიან ბევრი მშობელი გავიდა საქართველოსთან, ეს ბავშვები მაინც ყურადღების აკლდათ მშობლის სამუშაო. დედა არ უნდა წასულიყო ოჯახიდან. კაცის ბრალიც არის ეს. ქალბატონი არ უნდა მედიოდეს ამ ძიმე სამუშაოზე რა. და იცოდა მანდ მე მგონი გადაფასება. არა, გადაფასება ღირებულებების არა ახლა ღირებულებები როცა არ გასწავლიან ამ ღირებულებებს არსად. ოჯახში არ გეუნ, ბაღში არ გეუნებიან, ოჯახში არ ლაპარაკობენ ამ ღირებულებებს, სკოლაში არ ლაპარაკობენ, უნივერსიტეტებში არ გეუნებიან, ჩათვალე რომ დამთავრებულია რა. არაფერი არ ახარ რა. ფუტლიერები არიან დღეს, არაფერი არ იციან. ეკითხები რაღაცა საქართველოს ისტორიიდან, ქართულ ლიტერატურიდან, ხმას ვერ გცემენ რა. პოეზიამ წერას ვერ არჩევენ, კარგი რა. სავალალო მდგომარეობა. სავალალო მდგომარეობა ქვეყანაში. განათლება და მეცნიერება არის მკვდარი საქართველოში. ამას უნდა მიხედო. ანუ ჩვენ ეს 35 წელიწადში ვერ მივხვდით სხვა გმართავდნენ, სხვები გმართავდნენ. დაგვანგრევინეს ჩვენი ეკონომიკა არ უნდა ქონოდა, სოფლის მეურნეობა არ აქვს, ეს რა სოფლის მეურნეობა რა ჩვენ აქვს. არაფერი არ აქვს. არ ვაწარმოებთ. არაფერს არ ვაწარმოებთ ისეც რა. არ და საქართველოს იმდენს შეუძლია რომ აწარმოოს ისეთ ქვეყანაც დაპურებული ყავდეს. კვერცხით, ხორცით, ქათმით, რესურსი გვაქვს ყველაფერი. მთა ცარიელდება. აი ხო ეს იცლება მთა, იცლება მთელი რეგიონი. იმდენი იალაღებია, იმდენი საძოვრებია, იმდენი სახნავ-სათესი მიწებია ქვეყანაში. შემოდიან უცხოელები სახნავს ათას მიწას უწევ ეკონომიკის სამინისტროს გადაიყვანს არასასოფლოზე და მიყიდია. არ იყიდება, როგორ არ იყიდება? აბა ეს უცხოელები საიდან ამდენი? როგორ მომრავლენ ამ საქართველოში? იმ კაცსაც უჭირს გლეხსაც. და მიყიდის რა. შენ უქმნი პირობებს გააყიდინო თავისი საკუთრება. არაფერი არ მუშაობს. აი რაჭა დაცარიელებული. რაჭა ზემო რაჭა მით უმეტეს. კიდე ქვემო რაჭას კიდე არ აუშავს ამბროლოს რაიონს, მაგრამ ზემო რაჭა საერთოდ ცარიელდება. ჩემთან ახლა სოფელში რამოდენიმე კაცი რჩება სულ. 1-2 ალბათ. ხო, რამოდენიმე, 5 ადამიანი. ისიც რა. არა და პირობები. სამუშაო არა, პირობები არა. თუ გაზდიან ერთ ძრო ხარს, ერთ გოჩს რამეროს, ხორს და რაჭაში ვიჩინა კონდეს კაც ჩამოდა, რაჭული ლორი არა ჩამოდა. სოფელში იყო ცოტა ისე აქვს რა, ვერ გიგებენ. აბა რას აკეთე? საპენსიო ასაკის არ არიან. ვეღარ რჩებიან ხალხი სოფლად. სკოლები დახურული. სკოლები არ არის.
რო ყავდეს წახვიდე კაცმა სადუნაია რომ ანუ ეს რეგიონალური განვითარება წესში უნდა წაიღო ახლა ზემო ბარიდან წესში უნდა ატარო ბავშვი სკოლაში არა ეგ წამოდგა ან ამბროლაურში ან ეს ხო ხარჯია აბა რა ისეთი მანქანა გინდა ზამთარში როგორ უნდა გზა ისედაც იკეთება ხოლმე კარა გზა იკეთება მაგრამ წმინდავენ ამას მაგრამ უკვე პატარა მანქანა არ გიშველის უკვე უნდა ყავდეს ნივა რამე ჯიპი რაღაცა ესეთი მანქანა რომ იმოძრაოს კაცმა და არაფერი არ არის ყველაფერზე გვეუბნებენ ეს კარგია რეკლამებით გამოდიან ბიჭო არა რძე არ არის რძე არ იყიდება საქართველოში რო გინდოდეს რძე გამოდიან და 100%-იანი მაწვანე 100% ისე 100%-იანი შემოტანილი აქვს ძის ფხნილისგან და კეთდება რა აღარ ფაბრიკები იყო ხო არა კოლმეურნეობები იყო და ფერმები იყო იმ ფერმებში იწელებოდა ჩადიოდა მე მახსოვს უპეში ძის მანქანა იყო ხამე რომ მოწოლი და დღე რომ მოწოლიდან აი ხლა ბიდონები იყო 50 ლიტრიანები და იმაში იტვირთებოდა ჩადიოდა და იბარებდა ქარხანა იყო იქიდან ყველი კეთდებოდა ის კეთდებოდა ხილზეც ესე იყო ყველაფერზე ესე ხილიც ბარდებოდა მოცვიც ბარდებოდა ბარდაც ბარდებოდა რა არ ბარდებოდა აი ტყეში რამე კენკროვანი რო იყო აი ბალახს იღებდა რაღაც აი სცენარული ბალახს რომელიც სამკურნალოდ გამოდგებოდა ფარმაცევტიისთვისა და იმასაც აბარ ყველაფერი ბარდებოდა გლეხიც კმაყოფილი იყო გლეხს ანაზღაურება ჰქონდა იმ ფერმაში რომ მუშაობდა მე მახსოვს სოფელში გლეხები რო იყვნენ იქ ვინ ცხოვრობდნენ ძველად ყველა კარგად ცხოვრობდა არავის არ უჭირდა საჭმელი სასმელი ის იყო რაღაცები კი ახლა ყველაფერი 100%-იანი კი არ იყო იქაც მაგრამ შედარებას რო აკეთებ დიახ აი ეგ მინდა შედარებას რო გააკეთებ ის ცხოვრების დონე ყველანაირად მატერიალურად კაცო უწამლოდ კაცი არ გარდაიცვლება უექიმოდ კაცი არ გარდაიცვლებოდა არ იყო ეს ფასიანი სამანტყოფოები ბიჭო როცა განათლება უფასო სკოლებში კვებაც თითქმის უფასო იყო 10 თეთრი 10 კაპიკი ღირდა კორჟიკი სასკი ენა რა კატლეტი და პური რაღაცები პავდონი ბულკი ამ ხელა იყიდებოდა 5 კაპიკი ღირდა პავდონში ჩაგიდებდი ტალონები ბრიგდებოდა რა სკოლებში მაშინ მოსწავლეებზე და ლარი და 80-იანი ტალონები იყო რა და შედიოდი რამდენიც გინდოდა 2 წელი რამე გინდა 2 ტალონს მოხდებდი მისცემდი აიღებდა რაღაცას ბავშვის ყველაფერი კარგად იყო პედაგოგიკის საქმე უმაღლესი იმენა პედაგოგებს ამზადებდა პუშკინის პედაგოგიური ერქვა იმან ის ილიანაუნი ჯერ ასახელი დაარქვეს და ვისი სახელია ეგ საიდან მოიტანეს ილია ჭავჭავაძის არ არის ილია უმნი აი სისულელები თან ამ ხელა სიტყვები გვაქვს ქართულში ამ ხელა რაღაცეები გვაქვს ჩვენ ენაში და უცხოურდა რაღაც ინტერნეიშნალ ამის ნეიშნალ მაღაზიებს რაღაცებს ნუ რუსულზე ხო იყო ერთი პრობლემა თუ გაგეპარებოდა სიტყვა რუსულად აი ხა მეც გამეპარა დიდი ბოდიშით რუსული სიტყვა ზანაც კარგი სიტყვები აქვს რუსეთსაც ის დიდი ქვეყანაა კაცო და ამაზე გვედავებოდნენ და ეხლა ინგლისურით ამოივსო მთელი გადაცემები ინგლისური სიტყვებით და რა ვიცი ამაზე ეს შეიძლება და რო ელაპარაკება მოსახლეობას ეს დეპუტატი გამოვა თუ ვინც გამოვა და ვიღაც რო გამოდის ამ თვითონ ძალიან მაგრები რო არიან და მაგარი განათლებულები და ამ უცხოურ სიტყვებს ჩართავენ ვერ უგებს ის კაცი და ეონება კაცი რა თავი ამას აღარ უყურებს ეს ვინ ყოფილა ამათ გონია თუ რაც ამას მეც სიტყვიან უფრო ხალხს უნდა ელაპარაკო ხალხის ენაზე ხალხისთვის რაც არის კარგი რაც საჭირო ის უნდა უთხრა უნდა მიეხმარო ერთი ქართული ბანკი არ არსებობს აი იმენა რომ ქართველების იყოს ეს ბანკი და საქართველოს იყოს ლარს აძლევენ ამ უცხოურ ბანკებს ეროვნული ბანკი აძლევს ლარს და შენ ამ ხელა პროცენტში გაძლევენ იქ 60%-ში აძლევენ შენ გაძლევენ 12-18 და რა პროცენტში რა ვიცით ბატონო ზაზა კრედიტებმაც მოსპოვეს ხალხი კრედიტების სპეციალურად არის ეს გაკეთებული სპეციალურად ხალხი ყავდეთ სულმუდმივ იმაში რა ქონებები წაიღეს ბანკებმა რა ქონებები წაიღეს ბანკებმა რა მიწები წაიღეს ხალხისგან არაფერში არ გეხმარება ბანკი ბანკი ცდილობს ოღონდ ფეხი აგიცდეს თუ კაი ქონება გაქვს რომ მიითვისოს მეტი არაფერს არ აკეთებს ბანკი რა ბავშვების გამრავლებაზეა ლაპარაკი ჯერ ის გადაცემა რო იყო კონცერტი რო იყო ბავშვი რო წაიქცა კონცერტის დროს
ჯერ როგორ აღზარდეს ეს ბავშვები, რომ გვერდზე ადამიანი წაგექცა, შენი გუნდის წევრი, შენი ამხანაგი, შენი თანამოაზრი და არ დგები და არ ეხმარები. რა დროს კონცერტია, ჩაშალე კონცერტი. რა დროს კონცერტია, იქ ხალხი არ იჯდა, არ უყურებდნენ, ან ჟურნალისტები, მოყვირიან ჩვენ ჟურნალისტები. მაგ ჟურნალისტებმა ისე ბატონო ზაზა ერთ-ერთი დიდი როლი შეასრულეს ხალხის პოლარიზებაში. პოლარიზებულია საქართველო ეხლა არის. როგორ არ არის, გაყოფილები არიან, მაგრამ იცი რა არის? როცა თანხებს იხდიან სოდომისტურ, ეპშტეინურ აზროვნებებში, იღებენ ეს ხალხის ფულს, ეს ჟურნალისტები არიან თუ ვინც არიან, თუ პარლამენტარები, თუ ოპოზიციონერები, თუ არაოპოზიციონერები. ეგრეა რა. როცა ვერ იზდები და იმ ღირებულებებს სულიერად, ესე იგი სულიერი შიმშილი აქვს და ვერც გრძნობენ. ხო, აი ეგ არის. დაცარიელებულები არიან იმ აზროვნებისგან და ღმერთთან არიან, ღმერთისგან არიან რაღაც აი თან სასწაულად მოშორებულები რა. ამათ გონიათ ზოგი იძახის ღმერთის წამს კი ხო, მანტო ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება არ არის. ღმერთი რო გიყვარდეს. ქრისტიანობა არ არის. ამ ქრისტიანობაში ყველაზე კარგი არის და ყველაზე ძლიერი არის მართლმადიდებლობა. არიან ქრისტიანები ევროპაში, როგორ არ არიან ქრისტიანი, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვანაირად მართლის მადიდებლები ვართ. ნახე როგორი კაი სიტყვა, მართლის მადიდებელი. დიახ. უფალი ყველასთან იყო მართალი და ვადიდებთ იმ უფალს. იმიტომ ვართ მართლმადიდებლები და ქვია ეს. იმიტომ მოვახციეთ აქამდე ბატონო. მოვახციეთ, დიახ. და იმიტომ არის ეს ქვეყანა დედახში წილხვედი ქვეყანა. ბევრ განსაცდელს გვიგზავნის ღმერთი ჩვენ ადამიანებს თითოეულს, მაგრამ იმდეს არ იმას გვიშვება და ვერ ავწიოთ. აი იმდეს გვაძლევს რომ იმასთან შევძოლება იმ ბოროტთან გავძოთ და ფეხზე წამოვდგეთ. ჩვენ თვითონ არ ვინდომებ და ვის დავაბრალოთ ეს? ჩვენ თავში ვეძებოთ პირველ რიგში, კა? იმ უცხოელმა რო გითხრა, რას უჯერებ რა? იცით ის გონიათ პროგრესული, ევროკავშირი გონიათ რომ ეს არის რაღაცა პროგრესული, ეს ევროკავშირი არ იყო პროგრესული, ამ ხელა კორუფციები რო იყო მილიონობით და მილიარდობით ფულები რო აქვს ჩეჭმული. ხო, აი ესეთ კოვიდის დროს, იმის დროს, ვიღაცის ლობირების დროს ამ ხელა გთამს არ დაუძახეს ნახეთ ევროპაში ისე რა, რო ავიღოთ. ლობისტი. უხდი ფულს და ლობისტია. რა მეკთამია რა ლობისტი თო ისე უნდა დაგიწოს ადამიანმა ფულს თუ იხდი და ფულს თუ აძევ იტყვი შეზე კაი საბარა იქნება. ხო იყო ეგ პრეცედენტი. უხდიან ოპოზიცია უხდის ახლა ამერიკაშიც უხდის ევროპაშიც უხდიან ეტყობა ფულს. გამოდიან და იცავენ ამ ეს რა ოპოზიცია. მე სახელმწიფოსაც ვერ უგებ. ჩვენ სახელმწიფოს საკითხებში ხანდახ იძახენ ესენი აგენტურა არის, ეს არის, ის არის და ისევ თავის ადგილებზე არიან ესენი. თუ აგენტურაა და ქვეყანას ძირს უხდის და დაქცევა და დაუპაუნდა ქვეყნის, ადექი და სადაც მისაბრძანებელია მიაბრძანე ისენი. ისე კი არა, მტკიცებულებები უნდა იყოს აქ, რომ ეჭვი არავის არ უნდა შექონდეს, რომ არასწორად არის ადამიანი, არასწორად ადამიანი არ უნდა დაიჭირო. დიახ. არის კანონი, დაარღვია კანონი, მაშინ მოკიდე. ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონი. ყველა პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მოქალაქემდე ყველა ერთი უნდა იყოს. მაშინ იმისთვის თუ არ არსებობს ოპოზიციისთვის და იმ რა იყო რა წავიდნენ 6 და 7 თვე. ახლა ციხეში ხო ვიღაცების ზიან რა რაღაცებზე დაჭერილები 4 ოქრი იმას. ჯო ვერ გავიგე. მეც ვიყავი ციხეში მიშას დროს. რა წამება? ის წამება საერთოდ არ არის წამება. და რა ადამიანი მოკლა. აბა ჩემ დროს იყო თუ იყო ერთი მკითხონ ერთი როგორ გავძელი მე ა? ისე რა გავიარეთ ბატონო ზაზა, ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ აი ეკლესიის როლს როგორ ხედავთ, თუნდაც აი ამ მიმართულებით. იცი რა არის ჩემო კარგო? დემოგრაფიის თვალსაზრისით ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა და ჩვენმა აც განსვენებელმა ილია მეორე, უწმინდესმა უნეტარეს ილია მეორე დიდი როლი ითამაშა, როცა ეს ნათლობა შემოიღო. დიახ. ახლა ნენელა ეს რო არ გაკეთებულიყო, შეიძლება ამაზე ნაკლები ყოფილიყავი დღეს ქართველობა. დიახ. ეხლა ახალი პატრიარქიც. მე მგონი იგივე გზას მე ძალიან აი რო უყურებ ჩვენ ახალ პატრიარქსაც ვგონია რომ ახალგაზრდა ილია მეორეა მეთქი რა, ისეთი შეგრძნებითა ვარ ჩვენი ახალი შიო მესამეზე, რომ რა ვიცი. და მე ისიც მგონია რომ როცა ეს
მოხდება ისეთი რამეები, რომ ისე მძიმე პერიოდში უწევს ახლა. ხო, ისე ილია მეორე. იმასაც მძიმე, ოღონდ იმან ძალიან დიდი და ესეც ძალიან მძიმე პერიოდია, რაც ახლა ჩაიბარა ჩვენმა ეკლესიის საჭეთ პროფილმა პატრიარქმა შიო მესამე. მძიმე მდგომარეობაა ეხაც ბატონო. ჩვენმა პატრიარქმა შიო რაც ჩაიბარა, მძიმე მემკვიდრეობაა, დემოგრაფიული მდგომარეობაა, უმუშო ყველაფერს ხდებიან, მათ ირჩევიან ეს ხალხის სულიწმინდის მადლით. ერთი დაუჯდნენ და ერთი ელაპარაკო, როგორი განათლებული მამაოები ყავს, როგორი ბერები ყავს, როგორი დედაოები ყავს. როგორი ხალხი ერთი შეედარონ რა. სოდნიაში, განათლებაში, ყველაფერში. როგორ კარგად ერკვევიან, ეს ღმერთისგან მოდის. ისე სკოლაში უნდა იყოს რელიგიის გაკვეთილი. უნდა იყოს აუცილებლად რელიგიის გაკვეთილები, უნდა შევიდეს სკოლაში, ბავშვმა იცოდეს. სულიერად გაიზარდოს. სულიერად ბიჭო, არაფერი არა, მე მინახია აი ხალხი მეცნიერები ყოფილან. ხელისუფლებაშიც ყოფილან ის ხალხი და რომ მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან ამბობდნენ რა. ხო ყველაფერი ქონდაო რა და ღმერთთან როგორ არ ვიყავით მარტო, მე ხვდებოდნენ უკვე. ბოლოს რა რომ ღმერთი ეგარი მთავარი ის. ღმერთი იყო ყველაფერი რა. ნულია ყველაფერი თუ ღმერთთან არ ახარ ახლოს რა. არაფერი არ არის. აბსოლუტურად გეთანხმებით მაგაში. მერე ხარ, ანუ ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე უნდა იყო რაღაც პროფესიის წარმომადგენელი. ჯერ არის შენი სახელი და გვარი. დიახ. და მერე არის ყველა თანამდებობა. ეს სახელი და გვარი ბოლომდე გრჩება სიკვდილამდე და თანამდებობა შეიძლება 1 წელიწადში დაკარგო, 6 თვეში დაკარგო, 2 თვეში დაკარგო. მაგრამ შენი სახელი და გვარი ბოლომდე უნდა მიიყვანო და კაცურად უნდა ატაროს. კაცმა კაცური და ქალმა თავისი ქალური მოვალეობა უნდა შეასრულოს. მამა გაბრიელს კითხეს რა. მეორეთ მოსვლა დაწყებულიაო? კიო, დაწყებულიო და როგორ უნდა მივხვდეთო? ხას ჩაცმულებაზე და მოხატულობაზე დააკვირდითო. აი ესა თქვა ჩვენმა წმინდა მამა გაბრიელმა. ეხა რაც პროგრესულად ითვლება თურმე. რა ითვლება, ჯერ კაცი რა იყო, ნაკოლკები და ქალები ხო საერთოდ. ხო, ამას არა, სიბნელეში ჩაგვითვლიან ბატონო. სიბნელეში თვითონი არიან, ვერ მივხვდარან. მე თუ სიბნელეში ვარ, კაი ვიყო მე სიბნელეში. ნახევრად ინგლისურად იტყვიან, თან ხო, სიბნელეში. არა უშავს თქვა, რაც უნდა ილაპარაკონ. არც ცემე პასუხს ეგეთ ადამიანებს საერთოდ რა. თავის სით იაროს და რას მიაღწევს, მაგას ყველა მივხვდებით მე. აი იქ. ზოგმა შეიძლება აქ ნახოს, ზოგმა კიდე იქ ნახოს. რა იქნება? ესე არ არის რა, ეს ქვეყანა და ეს სამყარო. სადაც, აი უნგრეთში ახლა ორბანი რო უხარო და 10,000 კაცი გამოვიდა ეს პრაიდი ჩაატარეს. ხო, ეს პრაიდი. ეს პრაიდი კიდე რა. ხო, ახლა და აუ როგორ გაუხარდათ რომ პირველად კანონიერად ჩატარდა. კაი რა. არა, ისე ეს პრაიდის ხალხი ჩვენთანაც იბრძვის, მაგრამ ხო დაწესდა 17 მაისი ოჯახის. არა, ოჯახის როდის დააწესა პატრიარქმა რა ეს პირველად გონი 2012 წელს. მე მგონი 12 წელი იყო. 12 წელი იყო რო დაწესდა. იქნებ გავაჩერო, რომ რამე შეხლა შემოხლა არ მომხდარო. ეკლესია საერთოდ არ არის, რომ ვინმეს წინავდა, მაგრამ ესეთი რამე არსებობს, ქალბატონო თათია. როცა შენ ეროვნულ ღირებულებებს გიგინები, შენ სარწმუნოებას გიგინები, შენ მოძღვრებს და შენ პატრიარქს სულიერ მამას ლანძღავენ, შენ უფლება გაქვს ხელიც გაიქნიო. ხო, აი ეგ რამდენად შეგვიძლია. აი რამდენად შეგიძლია და შეგიძლია. წაიკითხონ, ესეთი წმინდა მამა არსებობდა, წმინდა იონე ოქროპირი. იმას აქვს ნათქვამი. წერია წმინდა მამათა ცხოვრებაში, ბევრი რამე წერია. უბრალოდ არ კითხულობენ და არ იციან. იონე ოქროპირი ძახის, რო ეტყვი ერთხელ გაჩერდი, მოაგინებ ჩემს სარწმუნოებაზე. ჩემსაც ნუ ეხებიო და ვერ გაიგებს. ადექი მე და დახკარიო პირდაპირწეს რა. იცი რატო? გრანზღავს. კაი, მოუთმინე, უთხარი, არ თქვა, იმეორებს. ვითმინე და რამდენი უნდა ითმინო? დათმენაც ხო არის და დათმენაც. ხო, ანუ ამდენს არ გეშვება, ის ბოროტია, მოგზდევს. დიახ. გაეცალე, წადი. ხო, გაეცალე, წადი, გადიხარ, ხო? აი ახლა უყურე ელემენტარს გეტყვი. აი ჟურნალისტები, ეუნება ადამიანი არ გაძლევ ინტერვიუს და მისდევს. კი, ეხლა ეს გადის, მისდევს, რამდენი ხანი უნდა სდიოს. ბოლოს
რაღაც სიტყვას ეტყვის და აუ გალანძღა ჟურნალისტს ან მისცა საშუალება და შეუშალა თავის ჟურნალისტურ მოვალეს საქმიანობაში ხელი შეშლას ჩაუთულია. ხო რაღაც აი სისულელეები რა ერთხელ რო გეტყვი არ უნდა გაიგო ორჯერ რო გეტყვი არ უნდა სამჯერ რო გეტყვი არ უნდა გაიგო რამდენჯერ უნდა გითხრა არ მინდა რა მაგ მომენტს არ იღებენ არა მაგ მომენტი არ ხო ჭრიან გადაღებული აქვს მაგრამ ჭრიან რაღაცებს შვებიან ასუფთავებენ რაღაცებს აკეთებენ დღეს ტექნოლოგიები ხო იცი როგორ არის განვითარებული რასაც უნდა დაგიდებენ რასაც უნდა მოგიდებენ თან ეს ხელოვნური ინტელექტი რაც შემოვიდა ხო ის ყველა ChatGPT ბატონო ზაზა ყველაფერს ChatGPT-ს ეკითხებიან ეხლა თემები იწერება მე მგონი ChatGPT-ს ხო არაფერი არ არის რა ეგიც არაფერი არ არის რა ამა TikTok-ი ნახე ახლა ევროპაში ბავშვების სიკვდილის პირამდე მივიდნენ რაღაცეებით თამაშები და ისინი თელი ყველაფერი და ამას ყველაფერზე სხვარი უნდა ქონდეს ქვეყანას დაწესებული სახელმწიფო იმიტომ ხარ სახელმწიფო შენ ქვეყანას შენ ხალხზე უნდა ზრუნავდე შენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდე შენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უნდა ზრუნავდე სწავლა განათლებაზე ის პენსიონერები რო არიან და ის პენსია რო არ ყოფნა დღეს აბა ერთ შევეკითხო არა თვითონ რატო იზდის ამ ხელაზე დიფერენცია რატო არის პენსიასა და ხელფაშურის ამ ხელა ვინც სახელმწიფო სამსახურებშია მოდი რა თუ უნდა გავიჭირო და ქვეყანას უჭირს მაშინ ყველა მოვიკლოთ რა რაღაცეები და ნუ ვიქნებით ესე და დავიკაპიცოთ ხელები და წავიდეთ და ის მიწაც დავხნათ და ის ბაღის დავრგათ და რაღაცა სახელმწიფო საწარმოები უნდა გააკეთოს რომ ამ ხელა 100 მილიარდ გადასცა ფულიო 100 მილიარდი ცოტა კი არ არის საქართველოში ლარში ვიძახი მე იმდენი რამის გაკეთებაში შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები ნუ შემოგვაქვს სადაგარეთი და ვიცით რა არის ახლა ხო დაიშალა გავიგეთ რომ გაიყიდა რამდენი ხანი ამისა ხო 15 წელიწადი რო შემოვიტანოთ ტექნოლოგიები თურქეთი ჩვენზე უარი დღეში იყო რა დღეს რა ჩვენზე უარის დღეში იყო თურქეთში ტექნოლოგიები შემოიტანეს ხალხს ამოსეთქვის სასუალება მისცა სახელმწიფო ფული მისცა დაბალ პროცენტიანი კრედიტები ისეთი რომ აი უნიშნელო გადასახადები რო იყო რომ არ კისერდა და განვითარდა ეს ხალხი რო შემოიტანა დაუშვათ ხაღალდი რო გააკეთა წავიდა მეორე და სხვა რაღაცა გააკეთა იმ თანხით იმ კრედიტსაც ფარავდა იმასაც აკეთე მაგრამ ჩვენთან არ არის ქართული ბანკები რა მოგებაზე გადიან ბანკები შეხედეთ ერთი საქართველოს ეკონომიკაში დღეს აქ ყოფი ბანკები ფულს არ დებენ აქ დებენ მარტო ბეტონში ფულს ქვეყნის ეკონომიკაში ფული არ იდება ბეტონში იდება ფული და ეკონომიკა რითი ვითარდება იცი წასული 2 მილიონი და კიდე ცოტა მეტი ხალხით იქიდან გადმორიცხული თანხები რუსეთთან რო არა გვაქვს დაძაბული სიტუაცია და რაღაცები გაგვაქვს ეს მეორე და მესამე არის ის რომ კიდე ესა თანხების გადმორიცხვისა და კიდე ხალხი აქაც რაღაცას პატარას ბორციკობს გააკეთე მცირე საშუალო და მცირე საწარმოებისგან იმდენი მოგივა გადასახ შემოგივა ქვეყანას ამაზე მეტი გექნება ბიუჯეტში ხო იმიტომ რომ 35 წელიწადი ბევრია ბატონო ზოზა ძალიან ბევრია 30 მთელი ცხოვრება გაგდის ეს ანუ მომთაობა სტალინს აგინებდნენ კაც დიახ აგინებენ დღემდე ერთ 5 წლებში ომის შემდეგ ომის მერე თან 200,000 ქალაქი იყო 70,000 ქალაქი იყო დანგრეული 700,000 სოფელი და დაბა ერთ 5 წლებში გააკეთეს თან მაშინ იმხელა ტექნოლოგიები ხო არ იყო ამდენი ტრაქტორი ამდენი რამე ყველაფერი ერთ 5 წლებში აშინა თან ომის შემდეგ ყოველ წელიწადს რაღაცებს ფასი აკდებოდა იმიტომ ქვეყანას გონდა საშუალება და აკეთებდა 100-ს ვერ ვაკეთებთ ხალხო 100-ს ამდენი ფიჩხი და ის არის ჩვენ ტყეებში და 100-ი არა გვაქვს ცხეთაში იყო 100-ის ქარხანა გაძარცულია დღეს აბა რა უნდა გააკეთოს ადამიანმა 100-ის შემოგვაქვს კიდე რა შემოგვაქვს რა გაგვაქვს ყველაზე მეტი სადაც გადის არის მაინც რუსეთი გინდა ხილი გინდა ღვინო გინდა ყველანაირი სასმელი ბორჯომი ლიმონათი და რაღაცა ღვინო ლიმონათი და ყველაფერი იქით მიდის რა ყველაფერი იქით მიდის ბელორუსკის მხარისკენ და აქეთ ხა უკრაინაში ომია თუ უკრაინაში შედიოდა მაგრამ რუსეთი რო იხსებდა აგენ ახალმა პრემიერ-მინისტრმა იმისმა უნგრეთისას პირდაპირ თქვა
რუსეთზე უნდა გავიდეთო, ძმა, იმის საწვავი. დიდი ბაზარია. დიდი ბაზარი, საწვავი უნდა მივიღოთო, კაცო, რუსეთისგან. ხო არა, რატო უნდა გქონდეს დაძაბული კაცო ურთიერთობა? არც ერთ მეზობელთან არ უნდა გქონდეს. ჩვენ ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთი რამე უნდა თქვათ რა. ეს ძველიდან მოდიოდა და რატო ვითარდებოდა ქვეყანა და როგორ განვითარდა დავითის დროს, თამარის დროს, კიდე რაღაც სახელმწიფოები ხო იყო ვახტანგ გორგასლის დროსაც ძლიერი. ეს სავაჭრო საქარავნო გზები, რომ ბრძოლად რო ეძახოთი. ეს კი არ უნდა იყოს გაყიდული. პორტები, აეროპორტები, სანაოსნო, ზღვა, ხმელეთის ეს გზები, ეს უნდა იყოს სტრატეგიული ობიექტები და სახელმწიფოს ხელში. აქედან შემოსული თანხებით მერე უნდა იდებოდეს მეცნიერებაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში. როგორც ისრაელმა როქნა, ყველაზე დიდი წყალი არა ჩადო განათლების სისტემაში. სოფელშიდაც. აბა მითხარ, წყალი არა? წყალი არა აქ ისრაელს. დიახ, წყალი არა. და როგორი სოფლის მეურნეობა? შენ ყველაფერი გაქვს. მერტმა ყველაფერი მოგცა. რა ადგილი მოგცა ქართველებს? ესეთი ადგილი ჩვენ სოფლიოში არ არსებობს. დიახ, ბატონო ზოგადად. ეს არის წალკოტი, რომელსაც უნდა მოფრთხილება და გაფრთხილება და სწორედ უნდა მიდგომა. ამ ქვეყნის განვითარებას უნდა სწორი მიდგომები. ამას უნდა დაჯდომათ გათვლა იმ მეცნიერებთან, ვისაც გული უძგეს ქვეყნისთვის. დიახ. ყველაფერი გამოგვივა მე. ყველაფერი კარგად იქნება რა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს 8 საათზე.